ბებიდან პირველი ეს არის თემა გაზპრომი. შეკითხვა დაგისვით, თქვენი პასუხი მინდა ეხლა რომ. გაზპრომს რაც შეეხება, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მომიწია ახსნა განმარტების გაკეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ დასამალი არაფერი არ არის. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად ფორმდებოდა და შარშან დასრულდა ხელშეკრულება და საკმაოდ ძალიან მძიმე მოლაპარაკება იყო, რომელსაც ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში ვაწარმოებდით. თუმცა შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული, თქვენ იცით შინაარსობრივად, რომ გატარების საფასურს ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის სახით, ანუ მთლიანი გატარებული მოცულობის 10%-ს და ეხლა გადავედით ფინანსურ ანაზღაურებაზე. ჩვენ ორი მიმართულებით ოპონენტები გვაბრალებდნენ იმას, რომ უფრო დამოკიდებულები გავხდით რუსულ გაზზე, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. დღეს 95% ჩვენ ვართ დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, ასევე ჩვენ ვიღებთ ბუნებრივი აირის შახტინიზის კონსორციუმიდან და ასევე მინდა ამასთან დაკავშირებით კიდე ხაზი გაუსვა იმას, რომ შახტინიზის მეორე ფაზა დასასრულს უახლოვდება და მე ვფიქრობ 2019 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება, ანუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდე დამატებითი მოცულობები მივიღოთ ბუნებრივი აირი, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე გაივლის, დაახლოებით 2 მილიარდი იხარჯება საქართველოში ამ პროექტის განხორციელებისათვის, მთლიანად პროექტი 25 მილიარდი ჯდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პირობები მოგვეწერა ამ პირობებზე ხელი, მომავალ წელს გეგმავთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ეს არის გაზსაცავი, ანუ ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა გაზპრომთან, ჩვენ 2 წლის შემდეგ, ანუ მომავალ წელს 2018 წელს არის ბოლო წელი, 2019-ისთვის უფრო მომზადებულები შევხვდებით, ანუ თავიდან მოგვიწევს მოლაპარაკების დაწყება, უფრო მომზადებულები ვიქნებით, რადგან გვექნება დამატებითი ბუნებრივი აირი, რომელიც შახტინიზის მეორე ფაზიდან მივიღებთ და გვექნება ჩვენი საკუთარი გაზსაცავი. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში უფრო მეტია მოხმარება ვიდრე ზაფხულში, სერიოზული დისბალანსია. ამაში ვიხდით დამატებით ფულს, უხდით სოკარს, რომ ეს დისბალანსი დაგვიბალანსოს და როდესაც გაზსაცავი აშენდება, ეს პრობლემა საერთოდ მოხსნილი იქნება, უფრო მყარად შევხვდებით ჩვენ გაზპრომს მოლაპარაკების მაგიდაზე, როდესაც დაუჯდებით და შესაბამისად მინისტრი ვინც იქნება შემდგომი, უფრო გამართული იქნება ამ მოლაპარაკებებში და ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც გაზპრომის მოლაპარაკება მიდიოდა, ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გაზპრომის ხელშეკრულება. ჩვენ აქ ძალიან სხვა მიმართულებებითაც უყურებდით იმ ურთიერთობას, რაც დღეს ეკონომიკურ ჭრილში გვაქვს რუსეთთან. ანუ ამ ხელშეკრულების ვერ მოლაპარაკებით, ან ხელშეკრულების ხელმოწერა რომ ვერ მოხდარიყო, ძალიან დიდი საფრთხეები უდგებოდა სხვა მიმართულებებსაც. იგივე საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს, რომელიც გადის რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ. ეხლა არ დავკონკრეტდები, მე უბრალოდ ერთს ვიტყვი იმას, რომ მე დღეს ვარ ხელისუფლებაში ჩემ გუნდთან ერთად და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ვიღებთ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება და გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული და არის მიღებული, ყოველთვის ქვეყნის ინტერესები არის მაქსიმალურად გათვალისწინებული გადაწყვეტილება. კიდევ მინდა რომ მოვასწრო ორი კითხვა და დაგემშვიდობებით. ეს არის თემები კორცხელი და ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები. გეკითხებით რატომ? ეს არის არჩევნების კონტროლი, რომლის მთავარ პირადაც გასახელებდნენ თქვენ. იგივე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროსაც დაუშვათ კორცხელში მომხდარი ინციდენტის და შეხლა შემოხლის დროს. აქედან გამომდინარე, ეხლა ადამიანი ვისაც ეს ყველაფერი ბრალდებოდა თუ თავად იყრის კენს, ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე კორცხელს, ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე, არ ვიცი, გაყალბებას, შეხლა შემოხლას და ასე შემდეგ. გაყალბება, ხელკეტები, ცოცხები, ეს არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ადამიანებს ერთი რაღაცა ჰქონდათ დარჩენილი საკუთარი ხმა, იმასაც კი ართმევდნენ თავიანთი ზონდერების მეშვეობით და საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება ის დრო, როდესაც არჩევნებს აყალბებდნენ. დღეს უკვე დემოკრატიის სულ სხვა ხარისხია და ამ ხარისხიდან ჩამოსვლა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წინ წასვლაა შესაძლებელი და ქვეყნის წინსვლას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. კარგი, და კიდევ ერთი
ერთი კითხვა მოახერხებთ თუ არა იყო დამოუკიდებელი. გულისხმობ რას? თქვენ განსხვავებით დაუშვათ ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენლისგან არ ყოფილხართ თქვენი ფინანსებით მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ეს არის პირველი დამაფიქრებელი ის, რომ შეიძლება დამოუკიდებელი ფინანსების და ასეთი გავლენების მქონე კალაძე ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ სრულიად დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს ქართულ პოლიტიკაში. მით უმეტეს თუ იქნებით არჩეული მერე. რას გვეტყვით ამაზე? ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოახერხებთ რომ იყოთ დამოუკიდებელი, დაუშვათ დაუპირისპირდეთ გუნდს, თუ რაიმეს არ ჩათვლით სწორად. მე უბრალოდ ლოგიკა არ მესმის, რატომ უნდა დაუპირისპირდე გუნდს? მე გუნდთან ერთად მოვდივარ, რადგან ჩვენ გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, ყველა ის ტკივილი, რომელიც აწუხებს დედაქალაქს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. მარტო ერთი კაცი მერწმუნედ შეუძლებელია რაიმე წარმატებას მიაღწიო. თუ არ აკავს გუნდი, თუ არ აკავს ადამიანები, ვინც შენს ირგვლივ არის შემოკრებილი, თუ არ აკავს მხარდამჭერები, თუ არ აკავს ადამიანები, ვისაც შენაირი ხედვა აქვს, მერწმუნედ შეუძლებელია რაიმე წარმატებას მიაღწიო და იმ ამბიციურ გეგმებზე რომელზეც მე ვსაუბრობ, შეუძლებელია გუნდის გარეშე იყო ჩართული ამ ყველაფერში და ნამდვილად არ ვაპირებ გუნდთან დაპირისპირებას, არა მარტო ჩემთან გუნდში, არამედ აი თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებსაც აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები დედაქალაქთან მიმართებაში, მე მზად ვარ მივიღო მათი, არ ვიცი, კონსულტაციები, მათი რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ ხვალ ზეგ რა უნდა გაკეთდეს დედაქალაქში. ეს ქალაქი თბილისი მარტო კახა კალაძის, მარტო პარტია ქართული ოცნების ან მარტო მერის, ვისაც დედაქალაქის მოსახლეობა აირჩევს, არ არის. ეს არის მთელი საქართველოს, არის ჩვენი საამაყო ქალაქია, რომელიც გკივა, რომელიც გვიყვარს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მზად ვარ ყველა კეთილმოსურნეს, ვისაც სურვილი აქვს ამ ქალაქის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, ჩემი კარი, ჩემი გული ყოველთვის ღიად იქნება. დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ. მოკლედ თუ არ აპირებ დამოუკიდებელ თამაშს, მაშინ შეკითხვასაც არა აქვს აზრი, მარგველაშვილის ბეც ხომ არ გაიზიარებთ. ნამდვილად ვერ გავავლებ მაშინ ამ შეკითხვას მე დაგისვავთ, როდესაც დადგება მისი დრო, თუ დადგება დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს, თუ წამოიწყებთ როდესმე. წარმატებები თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე ქართული ოცნების ლიდერი კახი კალაძე იყო ჩვენი სტუმარი. ბატონო კახი, ერთი რაღაც დამავიწყდა. წეგან თქვენ საუბრობდით პიარზე. ჩვენიო სუსტი ნაწილიაო. ეხა ისე არ გაგიშვებთ ამ სტუდიიდან, რომ არ თქვა სხვისი პიარის შესახებ შეიძლება დაგეთანხმოთ, თქვენ ყავთ ძალიან მაგარი პიარი. ეს ჩემი პირადი შეფასება არის მის მიმართ, თქვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიმართ, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროსთან მუშაობა თქვენი პიარის მეშვეობით ჩვენთვის იყო კომფორტი. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე კახი კალაძეს ვემშვიდობები, ისე ნამდვილად ვერ გაუშვებდი, რომ მისი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელზე არ მეთქვა ორიოდე სიტყვა, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია განსაკუთრებით პოლიტიკური გადაცემის წამყვანებისთვის ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებთან და მართლა ძალიან დიდი როლი აქვს ამ შემთხვევაში პრესსამსახურს. ახლა კი გადავდივართ გადაცემის მეორე თემაზე, აქცია, რომელიც შესაძლოა საკმაოდ სახიფათო პროვოკაციაშიც გადაიზარდოს. ვის აძლევს ხელს საქართველოში მყოფი თურქეთის, ირანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა. 14 და 16 ივლისს თბილისსა და ბათუმში ქართველთა მარში იგეგმება. რამდენიმე წუთში დებატები რეაქციაში ქართველობისა და ქართული მიწის დაცვა უცხოელებისგან თუ მიზან მიმართული პროვოკაცია. პოლიტიკური საქართველო და ეროვნული ემოციები